ახლა უნდა გადავინაცვლოთ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, სოფელში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი სოფელია ისტორიული თვალსაზრისით, მის გარშემო გავრცელებული ლეგენდები განძზე, გამოქვაბულებსა და შუა საუკუნეების ნაგებობებზე. ჩვენი ჟურნალისტი ტიკუნა დოლიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად ეწვია სოფელს და მოგვიბზადა სიუჟეტი, რომელიც ახლა შეგვიძლია ერთად ვნახოთ და ერთად აღმოაჩინოთ ის მისტიკური და უნიკალური ადგილები, რომელიც ამ სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. დიახ, ეს სილამაზე თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრს ეკუთვნის, სოფელს, რომელსაც მეორენაირად იმერეთის ვარძიას უწოდებენ, სადაც არც სტუმართმასპინძლობა ეშლებათ და სადაც იუმორსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. წავედით. ვახუშტი ბატონიშვილი ძევრის შესახებ გადმოგცემს. აჯამეთის წყალზეით ერთვის ძევრის წყალი, დაბის ძევრიდან სახელდებული. ძევრს არს ხიდი ქვითკირისა. სვეტსა ზედა წერილ არს არა მამამან, ძემან და სულმან წმინდამან ძემანდა. იტყვიან განცსა მდებარეს დანიშნავს ამითო. სწორედ აქ, ძევრში, მდინარეზე გადებულ ძველ ქვითკირის ხიდზე და ამ ხიდის სვეტზე გვხვდებოდა წარწერა, რომელიც მოიაზრებდა, რომ აქ დამარხული განძის შესახებ მხოლოდ მამამ, ძემ და სული წმინდა მიცის. ანუ ის, რაც მიწაში იმალება, მიუხედავად არაერთი არქეოლოგიური გათხრებისა, ნაწილობრივ მაინც იდუმალებით მოცული რჩება. ძევრი ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი სოფელია ისტორიული თვალსაზრისით. მის გარშემო გავრცელებულია ლეგენდებიც განძზე, გამოქვაბულებზე და შუა საუკუნეების ნაგებობებზე. ახლა კი სწორედ იმ ისტორიულ ადგილებს მივადექით, რომელთაც დღემდე არ დაუკარგავთ თავიანთი მისტიკა. გასაოცარი ბუნება და გამოქვაბულები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე უთქმელ ამბებს ინახავენ. ძველი წყაროების და არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, რას გვიყვება ძევრის წარსული? სოფელ ძევრში მდებარეობს პალეოლითის ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი, საგვარჯილე გამოქვაბული, რომლის ტერიტორიაზეც ვიმყოფებით ახლა. ჯერ კიდევ აქ 35-40,000 წლის უკან ქვის ხანის ეპოქაში ცხოვრობდა ადამიანი, პირველყოფილი ადამიანი და ეწეოდა ყოფით ცხოვრებას ამ ტერიტორიაზე. ეს ადგილი აღნიშნული ტერიტორია ძალიან წააგავს ვარძიას. აქ ძალიან კარგად არის შემორჩენილი ბუნებრივ გამოქვაბულებში ადამიანის ჩარევის შედეგად, ანუ შუა საუკუნეების ეპოქაში ეს გამოიყენებოდა სახიზარებად და ადამიანები თქვა ჟამიანობის დროს, ომიანობის დროს თუ სხვადასხვა შემთხვევების დროს აფარებდა თავს. საგვარჯილე მრავალშლიანი ძეგლია, რომელიც რამდენჯერმე გაითხარა საფუძვლიანად. საგვარჯილეს გათხრების შედეგად აღმოჩენილია 90-მდე სამარხი, რომელთა ნაწილშიც მიცვალებულები ჩასვენებულები იყვნენ კიდურებ მოხრილნი, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ასევე როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აღმოჩენილია ჰორიზონტალურად დაფლული, პირით დასავლეთისკენ მიმართული ქვევრსამარხი, რომელიც დამწვარ ძვლებს შეიცავდა. აქვეა აღმოჩენილი არტეფაქტებიც, რომელიც დღეს საქართველოს მასშტაბით არაერთ მუზეუმში ინახება. საგვარჯილეს გამოქვაბულიდან ვინაცვლებ მის მოპირდაპირედ, ფეოდალური ხანის შემორჩენილ ერთ-ერთ სახიზარში, სადაც ადგილობრივებმა მცირე სამლოცველო მოაწყეს. ამ ადგილს დღესაც სტუმრობენ მომლოცველები. მათ წინ კი დაკლაკნილი და ძნელად სავალი ბილიკი იშლება, რომელსაც მაღალზე ამოჰყავს და იქ, სიმშვიდეში, ვინც მწვერვალამდე მიაღწევს, ლოცვის შესაძლებლობას აძლევს. ძევრის ბუნების სილამაზით გაოცებული მივუყვები გზას და მალევე საქონელი და მწყემსი კაცი მეგებება. ჩემს სურვილს, რომ პური საქონელს თავად მივაწოდო, თანხმდება და მეც დროებით მის საქმეში ვერთვები. შეიძლება მეც ვაჭამო? მადლობა ბედნიერად.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გვიყვება, ეს არის წმინდა გიორგის მე-6 საუკუნის ბაზილიკა, რომელიც უკვე ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. მის პირდაპირ კი ვხვდებით უკვე მე-19 საუკუნის ჩეხნარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას და ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოკაციაზე არის ძევრელების სასაფლაო, რომელიც თარიღდება 2 და 3 საუკუნის სამარხებით. სასაფლაოსთვის დამახასიათებელ სრულ სიჩუმეში ვხვდები და ვიკარგები ძველი სამარხების უსახელო. უქვე და უბრალოდ ცივ საფლავებში, სადაც თითქოს ყველას ერთი და იგივე ბედი ხვდა წილად, დავიწყება. თუმცა მალევე ვხვდები საფლავს, რომლის ქვაზე დატანილი წარწერაც გულს მივსებს იმედით, რომ თუ კი ერთი ადამიანი მაინც გრჩება ამ ქვეყნად, შენი ისტორია არ იქნება დაკარგული და აქვე იაზრებ, რომ ადამიანები არ ქრებიან ისე, როგორც გვგონია. ხვდებით საფლავს, რომელიც გამოირჩევა თავისი ორნამენტებით, სტილით და აქვე არის წარწერა მოკვდაო ჩემზე ნუ იტყვით, როგორც ცოცხალი ჩამთვალეთ, აქ გამყვა თქვენი სურვილი, ბინად მაქვს ცივი სამარე. 1960 წლის საფლავი არის ეს, რომელიც ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად გამოირჩევა თავისი ორნამენტებით და თუნდაც იმ სიყვარულით, რაც საფლავის ქვაზე არის დატანილი. ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ამოტეხილს უწოდებენ, სადაც ორი მდინარე, ქვერუნა და ძევრულა ერთდება ერთმანეთთან. ახლა ვაგრძელებთ გზას, წავალთ გიდთან, რომელიც გვაჩვენებს იმ ადგილს, სადაც ბუნება თავად გვიყვება ისტორიას. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით შავწყალას მღვიმეში. ეს არის სოფელ ძევრში არსებული კარსტული მღვიმე. შავწყალას მღვიმე 1950-იან წლებში იქნა აღმოჩენილი, როდესაც გერმანელი ტყვეების მიერ მიმდინარეობდა ძევრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ბევრმა შეიძლება ვერ ნახოს მარგანეცი, რას ნიშნავს ეს ბუნებრივი რესურსი და აი ეს ნაწილაკები, ეს შავი ნაწილაკები. ანუ ეს ყველაფერს, რასაც ხელით ვეხებით, არის მარგანეცი. ეს არის მარგანეცი. და რა მაინტერესებს, როგორც ვიცი, მღვიმის ბუნებრივი წყლის დონე ხან იკრებს, ხან იმატებს. აი, რაზე არის ეს პროცესი დამოკიდებული, შეგვიძლია რომ ავხსნათ? დიახ. ეხლა ჩვენ დაახლოებით ზღვის დონიდან 250 მეტრზე ყოფებით და მდინარის სათავე, რასაც ვარაუდობთ, ეს ქვერუნის წყალი არის, 1300 მეტრი არის ზღვის დონიდან. საუბრობთ, იქ მოსული ნალექის რაოდენობა განსაზღვრავს ამ მდინარის კალაპოტის მატებას და კლებას. და ასევე საინტერესოა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით ამ ლოკაციას ძევრს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კარგად მოგეხსენებათ, იმერეთში კარსტული რელიეფი ხდება და ეს კონკრეტულად სოფელ ძევრში ძალიან ბევრია კარსტული მღვიმეები, რომელიც შესასწავლია და სპელეოლოგიით დაინტერესებული და სპელეოტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისათვის ძალიან კარგ საკვლევ ობიექტს წარმოადგენს. დღის ბოლოს მასპინძლებმა სახლში მიგვიპატიშეს და მეც პირდაპირ სამზარეულოსკენ გავეშურე. იმერეთს ისე ვერ დავტოვებ, ჩემი ხელით თუ არ მოვზილე ცომი და ასეც იქნება. თუმცა მანამდე თონე უნდა ავაგიზგიზოთ. გინდათ მეც გავაკეთო, დაგეხმაროთ? არა, დედა, მასადე. 99 წლის ნარგიზაბებო ბავშვური სიხარულით ყველაფერს თვითონ აკეთებს. თან იმერული იუმორით მანიშნებს, რომ მორჩილოდ უნდა ვიდგე და მხოლოდ ვუყურო. ნონა ნარგიზაბებოს შვილია. მეხმარება და მასწავლის, როგორ უნდა დავგუნდო თონის პურის ცომი. ამჯერად უკვე ცომთანაც მიმიშვეს. მარტო წყლის მოტანით აღარ შემოუფარგლულ ვარ. თიკოლში სიგძეზე და ეგეთ. თელ სიგძეზე. დაკარიზე. დამეხმარეთ. მიდით. ჩამივარდო. ჩაგდე შეკალო. ნონამ იმერული ხაჭაპურის საიდუმლო რეცეპტი გამიმხილა. ცომიც მაზელინა და რჩევებიც მომცა. თუმცა რაღაც მომენტში ჩემი სიცილკისკისით ისე ვაბეზრებ თავს, რომ იუმორნარები ტონით მეუბნება. მე აი ესე მიყვარს ხოლმე ცომით თამაში და შეიძლება?
ითამაშეთ. კი ბატონო, ონცომი არ გაგვიბრაზო, გაბრაზებაც იცის. ხო, მაგრამ ეხლა კეთილგანწყობით ვარ. რა საკვირველია, არ გაბრაზდება. არ გაბრაზდება ხო? კი ბატონო. თავარია თქვენ არ გამიბრაზდეთ. არა. ცომი აიტანს. თუმცა მგონი პრობლემა ცომში კი არა ჩემში იყო, რადგან შემდეგ ნაბიჯებს ნონა სრულად საკუთარ თავზე იღებს და მარტო უდგება მჭადის ფქვილის ზელვას. არა და მე გემრიერი მჭადების გაკეთება ვიცი. მართლა, სულ ხო? ტყუილად არ მანდეთ. გენეცვალე, კი ბატონო. გააგრძელე, კი შეგიძლია. ბატონო, კი სახში გააკეთე რამდენიც გინდა. ეხლა გვაცადე. და ბოლოს ყველაფერი სრულდება იქ, სადაც ყოველთვის იწყებოდა სუფრასთან, პურთან, გულწრფელ მასპინძლებთან და მაშინ, როდესაც თქვენ თავად ესტუმრებით ამ ყველაფერს, გაიაზრებთ და გაივლით იმ ემოციების ზღვას, რაც დღეს ჩვენთან ერთად გამოიარეთ. ძველი ცივილიზაცია, უნიკალური ბუნება და იმერული იუმორი. ეს ძევრია, ადგილი, სადაც ერთი დღე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარუშლელი ემოციებით დაიმუხტო და გაიაზრო, რომ ეს ზღაპრული ადგილი შენს ქვეყანას ეკუთვნის.